ალო. ნატა, რაღაც უნდა გკითხო და გცალია? დასაფლავებაზე ხარ? გოთოტირის? ხო, კაი, უცბად გკითხო. იცი რა მაინტერესებს? ეს ზღვის გოჭი, გოგოა თუ ბიჭი? რატო გეკითხები და რო რამე იყოს, ქალების ტუალეტში შევიყვანო თუ კაცები? ხო, კარგი. ხო, ერთობი? რა ხდება რა ამბავია თავი? რატო დამირეკე, რატო მითხარი მოდიო? მოდი, ხა დაჯიქ და წყნარად. ზივარ, წყნარად ვარ. სამტრედიდან დამირეკეს. მე გუზანა დაიკარგა. Oh my god. რა გავიდა სახლიდან და არ ჩანს ვერ პოულობ. ვაიმე რა ხდება რა ამბავია ნეტა. მე არ დარეკეთ აქაუ რა ქვია იმას 911-ში. ხო 112 ქვია მაგას ხო. არა ნიკას დაურეკე. ხო. ჯერ ნიკა, მე 112. ხო. თამარ, შენი ყავა. ბოდიში რა მაინტერესებს იცი? ზღვის გოჭის სახელები ხო არ იცით? აი რამე ისეთი მინდა გავრცელებული რო იყოს ძალიან. მე კარგად ვერ გავიგერთ, მითხარი თავი. მივხვდი. ერთი წუთი. კეთინა. ხო. მოკლედ რა ვის რა პრობლემა აქვს? მე თბილისიდან სამტრედიაში გუზანა უნდა მოვძებნო და ამან ზღვის გოჭს რა დავარქვაო. ტელევიზორში ხوار გამოვაცხადოთ. რა უნდა გამოვაცხადოთ? რა უნდა გამოვაცხადოთ თამრი და დაიკარგა ადამიანი. რა ეცვა, რა ეხურა, როგორი სიარულის მანერა ქონდა. ხო იცი მისი მანერა, რაღაცნაირი მანერა რო აქვს. ესე რომ მოდის ჩოიდანაც რო დაინახავ, ეგრევე მიხვდები რომ გუზანაა. კარგი ქეთევა, რა გამოვაცხადო ტელევიზორში რომ დაიკარგა ადამიანი, აცვია სპორტული შარვალი, თავზე კოვბოის ქუდი ახურავს და ტუჩის გარმონი უჭირავს ხელში. მე გამოვაგზავნე ქუდით და გარმონით. აი მე ვიღაცას უნდა ვუთხრათ რომ დაგვეხმაროს. რა გავაკეთო, ლაშა წასულია, თამაში აქვს. რა ვიცი მე რას დადის ამ თამაშზე ერთი, რა მაგის მოგებული არაფერი მინახავს. რო ჩამოვა ვეკითხები, რა ქენი რა გააკეთეთ მეთქი და მაგის გაკეთებული არაფერი მინახავს და ირაკლის კიდე ეხლა მომუდა სიმპოზიუმი. როგორ? სიმპოზიუმი. სიმპოზიუმი. შენ დაგავიწყდა რაღაც ქართული. რა ვიცი მაპატია, რა ვიცი აბა. სანდრო დაგვრჩა, სანდრო. არა, ქეთევან რა სანდრო შარშან ხო დაიკარგა კიდე გუზანა. ხო აღარ გითხარი შტატებში ყავი ჩამოხვიდოდი ფეხით. რა ტიპი ხარ შენ რა ტიპი? ხო ძრაგული ხო. აი მე. ესე და წავედი და წავიყვანე სანდრო. გუზანა კი გამოჩნდა თავისით, მაგრამ მე სანდროს ვეძებდი 3 დღე იქით კიდე. გამარჯობა. ვაიმე ნიკა. ქეთევა. ნიკა, ვაიმე ნიკა, როგორ ხარ ბიჭო, ვაიმე როგორ შეცვლი ხარ ნიკა, საწავიდე შენი ხუჭუჭათმე. ციფრაკულაში ისეთი ძალით ხაჩავდი რომ რა თქმა დამჭერდა. ვაიმე რა მექნა ნიკა, მეც მონადირის როლში შევდიოდი. ხო, ვაიმე. რა კარგად გამოიყო. ახლა რა ხდება, ვინ დაიკარგა? გუზანა სამტრედიაში. გუზანა ისა? ხო, გრადუსიანი. ხო და რა იცით რა დაიკარგა? მეზობლებმა დაგვირეკეს. ბოლოს ვინც ნახა იმან რა? დილიდან იმაზეა ჩხუბის სამეზობლოში ბოლოს ვინ ნახა. ბოდიში ზედმეტი მომივიდა ესე. ხო. ეს აიცით, აი სულ რო წარმოვიდგენ ხა ხო ესე გუზანას დაკარგვას ეგრევე თვალწინ მიდგება ეს გუზანას სახთან იყო მდინარე. ფიქრობ ეხლა მდინარესთან ხო არ ჩავიდა, თევზაობა ხო არ უნდა და აი მე აღარც მინდა გავიფიქრო. კარგი ქეთევანი, მდინარეს ფოთოლი ვერ მიაქვს და გუზანას ხო წაი. და რამდენი წლის იყო? იქნება გავიდა სადმე და ვეღარ აგნებს სახს. მე რას ვერ აგნებს? არ გახსოვს მთელი ბავშვობა რა გვეუბნებოდა, ჩემი 3 თითივით ვიცი მთელი იმერეთიო. აი დრო. აი მე უნდა წავიდე. სამტრედიაში უნდა წავიდე, გუზანა უნდა მოვძებნო. მეც წამოვალ. შენ თბილისში იყავი რა იცი იქნებ გუზანა მაიტეხა, თბილისში უნდა წავიდე, ვაჟას ძეგლი უნდა ვნახო.
ხო მე ისა ბენზის შაბას ხამ შენი მანქანა წავალ ხო 48 ლიტრი რეგულარი ჩაასხი და 22 სუპერი. ხო ეგრე რატო იმიტომ რომ რაც ვსინჯე ყველაზე ცოტას ეგრე წვავს. ხო კარგი გავიქეცი ნიკა ძალიან გამიხარდა შენი ნახვა კარგად მეც ის რო არ თქვა შემიძლია ვერ წავალ უნიკა იცი გამახსენდა ხა გიყურებ და მთელმა ბავშვობამ შემთვალწინ ჩაირბინა აუ გახსოვს დამალობანასო თამაშობდი და სკოლაში მე რო ესე ვიხუჭებოდი მე ესე გავახილე თვალი გამოგეკიდეთ რაღაცა გეძებეთ ყველა ვიპოვე თქვენს გარდა ნიკა და თამარი მაპატიებდეთ მომებიდა კარგად შენ მიდი გაერთე ითამაშე ყველაფერი იქნება ძალიან მაგრა. ხო. კი. ეხა ჩავართო მთელი სამტრედიის განყოფილებას და მოვაგვარებთ. ალბათონა თამარ. ეს ყვავილები თქვენ. დილამშვიდობისა. არ ვიცი ვინ მიგზავნის. თამარ მე მგონჯობია რომ მითხრა. ეჭვიანო? მართლა არ ვიცი ვინ მიგზავნის. კაი დაუშვოთ რომ არ იცი. მაგრამ როგორ არც ერთხელ არ დაინტერესდი ვინ გიგზავნის. ფერკავ გეხლა მე რა ვინ ვეძებო ყვავილებს ვინ მიგზავნის თუ გუზანა სამტრედიაში. ანუ არ შემეძია. კაი ხო, კაი. წავალ და მოვძებნი მას რა. რა ქვია? გუზანა. გუზანა. ისინუ და დაკარგვა გუზანა. გუზან. აჩვენება ფეხი შენ. ესე კივა კიდე. ხო აღარ კივა. ხო, აი ბიჭი ხარ. მაშა, მე გასაქცევი ვარ და შენ უნდა შეცვო. მოიცა, სადა ხარ გასაქცევი? თამაში იწყება. მე როგორ უნდა შეგცვო? როგორ და? შენ ხო იცი მე თამაშის დროს რას ვაკეთებ ხოლმე? მე რა ვიცი? ბავშვებს რას ვეუბნები ხოლმე თამაშის დროს, ხო იცი? რა ვიცი მე, კაცო, მე რა ვიცი? ჩემ პაროდიას რო ვაკეთებ ხოლმე და ბავშვებსაც წინაკ. ომარი ვარ. ხო, აი ეგრე რა და всё. მოიცა და რა გაქვია? შენ სადიხ? ბიჭებმა ვიყიდეთ ყურზე. დღეს ჩამოვიდა და უნდა დავწუროთ. მან ხო იცი როგორ არის? თუ არ მიხვედი დროზე, ცოტა შეგხვდები. ვასიკომ რო გაიგოს მე? ვასიკო როგორ გაიგებს ქალაქში არა? შენ წამოდი თუ გინდა. ხოდა ბავშვებს რა უყურე? ბავშვებს რა. ითამაშებენ და მორჩა. მოიცა და თუ წავაგეთ მე რა? თუ არა ისე, ითამაშებენ და წავლენ მე რა. გავიქეცი ლაშიკო, დიდი მადლობა, გავიქეცი. ის ომარი. ვაუ. აბა ბავშვებო დავსხეთ ახლა. დავსხეთ უყურე დავშიახ შეიძლება. ეხლა ესეთი ამბავია. დღეს ჩვენ წვრთნელი არ გვეყოლება. რატო და ცოტა ვერ არის ეს კაცი, კარგად და წავიდა. ეხლა რა ხდება? მოკლედ, დღეს ვიქნები მწვრთნელი მე, ну რა თქმა უნდა ექიმიც. ხო და რახან ჩემზეა დღეს ეს ყველაფერი. მოდი ცოტას დავისვენებ რა. 9 ნომერი სადახარ შენ? ხო, მომიწვირე შენ გადმოხვალ ჩემ პლანზე. ჩემს კი გადმოხვალ და სკამთან, ჩემს სკამთან ირბენი წინ დაუგა. გასაგებია? რატომ ვას? იმიტომ რომ წაიქცევი ხოლმე და სანამ ადგები რომ გადმორბივარ მე და მე უკან რომ მორბივარ ესე თქვა და აღარ მომიწევს ამდენი სირბილი. ორი ნომერი სადახარ შენ? ხო, მანდ ხო. შენ წახვალ თავდასხმაში. რატო ლაშაიქი თავდასხმაში არასდროს არ მითამაშია. იმიტომ რომ დაცვაში შენს გამოხდება ხოლმე სულ ჩხუბი. ხო და თავდასხმაში მარტო რო იქნებ დიდ გულზე ვეღარ იქნებ. ხო, აი ეგრე. შენ მომისმინე ფეხი რო გტკივა. გადმოხვალ 9 ნომერთან ერთად ჩემ ფლანგზე. ფეხი რო აქტივდება, იქვე დაგასხავ ყინულს. ხო? კარში ვინ ჩადგება მე? მე კარი ხარ ხო შენ? მაშინ იყავი შენ კარში, გაგატანე იმ ყინულს და შენ თუ დაისხავ ხოლმე. გაიგე?
ხო, ეხლა დანარჩენებსაც გეხებათ რა. მისმენთ ხო? დიახ. ხო, გავიგე. რო დაგეჯახებიან. უცებ ნუწა იქცევით ხომ. ცოტა წინააღმდეგობა გაუწიეთ რა. იმათ ექიმა ერვინო საკეთ იქით. რაღა მევერვინო, ესე არ ჯობია. ხო, ძალიან კარგი, ძალიან. ხომ გაიგეთ, ხო რაც გწიეთ? ხო და ძალიან კარგი. ეხლა ბა იწყება თამაში. მოვემზადეთ, წავედით, აბა? ბორჭალი. აი, ხო გეუბნებოდით მოვიგებთ. გლები ვართ მას. ახლა? გლები. ხო, ეგე ვარ. ეგეც. ხო, აი, გავაგზავნეთ. ჩვენი მომგები კაცი არ იქნება. ხო, მოიჭედეთ ახლა. მოიჭედეთ, გაჩვენეთ ერთი. აი, გუნდის პრეზიდენტი მირეკავს თქვენი ხმა არ გავიგე. გამარჯობა ბატონო მოსიკო. ხო, მეც გილოცავთ. ხო, რა რეკორდი დავამყარეთ? 1-0 რა რეკორდია ბატონო მოსიკო? რომ მოვიგეთ ეგ არის რეკორდი? ვის? ომარის დაუძახ ხო? ისა, არცალია ომარის. რატო და ბავშვები აგდებენ ჰაერში. ხო, რომ მოვიგეთ 1-0 სიხარ. კი ბატონო, რო დასვავენ, ვეთქვი რომ დაგირეკოთ. კარგი. სად? რესტორანში მოვიდეთ? კი, მოვალთ. აბა მუჭო. ხო, კარგი, დროებით. სად ვიპოვე ეს კაცი რა? ვაჩქი მიცოდა. ხო დათო. არ გამოჩენილა. რა გამოგიგზავნო? ფოტო რად გინდა? რა ბარემ ქვაზე დახარა? ვერ ახარ შენ რა, სულ გადაირიე. ბატონო. იმ გუზანასაც ესე უყვარდა თხილი? რა თხილი, რა შუაშია? არაფერი. რო დაიკარგა, ვიფიქრე თხილზე. აი მენიკა. ოი და. რა ქენი? მოკლედ, მთელი სამტრედის განყოფილება დგას ფეხზე. აბსოლუტურად ყველა ეძებს გუზანას. და რაო მე მაგ შენმა მთელმა სამტრედის განყოფილებამ რა გაარკვია? დილას ყოფილა რაღაცა გორაზე. ბორცვზე. ხო, ბორცვზე. ხო, და მე ჩასულა მდინარეზე და მე იქიდან გასულა ბირჟაზე და მე აღარავის უნახავს დაიკარგა. შევაიცი. ქეთევანმა გაარკვია. მოკლედ ახლა კინოლოგი ჩავრთოთ საქმეში და ძაღლით ეძებენ. ეგ რა კარგად მოგიფიქრებია და რა ოძახმა? ესე იგი, გუზანას ტუჩის გარმონიდან აიღო სუნი. ხო. და პირდაპირ მიადგა არყის სახთელს. ესე იგი ტუჩის გარმონი არ წაუღია. არა ხო და მერე რაღაცა კაუბოის ქუდიდან აიღო სუნი და კვალმა მიიყვანა იქ ბოსტანში. ეგ იცი რომელი ბოსტანია? რომელი? შენ რა თოხნიდი? ხო და მოკლედ მაგ ბოსტანში მაგრა იჭერს თუმე მობილური. ხო, ვიცი. ხო და თან სულ გატკეპნილი ყოფილა. გატკეპნილი და ვის ელაპარაკებოდა? ხო და ეგ უნდა გავარკვიოთ ახლა. მაგრამ შეგიძლია შენეკ? ესე ოფიციალურად არა, მაგრამ მანდ მუშაობს ჩემი მეგობარი. და იმას ღამე წავყვები ოფისში. ხო. და გავიგებ თუ ის ელაპარაკებოდა გუზანა. ძალიან დიდი მადლობა რანიკა რა. აი, ისი მადლობა. აი, უღრმესი მადლობა. არ ვიცი. აი, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საღამო მშვიდობის. ხო. არ უნდა ვიაჭვიო, ხო? არა, ნიკა, რა არის, შეიძლება რამე შეცდომაა, სხვას უგზავნიან და რამე გაუგებრობა ხდება. თამარა, მოდი ერთი ჩემ მდგომარეობაში ჩადეხი ახლა.
აუ შენც გამიგე რა ნუ ეჭვია რა შემიძლია კაი მოვაგვაროთ ეს გუზანას ამბავი და მაგაზე მე ვილაპარაკოთ რა კაი წავედი ხა კაი აი ეჭვიანი კია მან კიდე ყვავილები სხვა ვერაფერი მოიფიქრა კაცო იმას ტელეფონს შუქნია ხან ზღვის გოჩს შენი ჭირი ნამირეკეს და რომ მითხრეს მოვიგეთო. ხო. კი რაღამ გადავირიე კაცო. გადაირევოდი აბა. ახლა თქვენ რო გიყურებთ, ახლა ისახარ ბიჭო თქვენ, რა გვია იმას? შენ ისახარ, რა გვია მაურინიო. შენ კიდე ისახარ ჩემოლაშა ის, რა გვია ბარსას ეკემს. რა ვიცი, არ მახსოვს ასე ზეპირათა. რა მნიშვნელობა აქვს? მოდი ახლა ჩვენ კიდევ ერთხელ დავლიოთ. კი. შენი გაწვრთნილი შენი გაკაზებული და ჩემი, კაროჩე, შექმნილი კლუბის სალღერზალო. მოდი თბილისის ენგურს გაუმარჯოს ბიჭებო. გაუმარჯოს. ოღონდ ახლა ისე თქვი მე რო გასწავლი, ბიჭი. როგორ იყო? არძოშ, უმოს, მანგარ, გუნდის, გომორძგვა. გომორძგვა შეკენა. ლომი ხარ, ლომი. ხო, ბავშვებიც ეგრე ამბობენ. ისე ჩემულაშა ხო იცი ერთი პერიოდი ვფიქრობდი მწუხნელი ხوار გამეშვა სახლში. მაგრამ მაინც სოლისტატეს ავიღარიჯო და უმუშე ვარ სპორტაკტორები შეგაცო არა? იცი რა არის? 1-2 თამაში თუ არ წააგე, მოგებას ფასი არ აქვს. კი, ვიცი მამაკი, ვიცი. ახლა ჩემულაშა თავიდან ხო მე რომ მოსკოვში წავედი სუთავიდან, მაშინ მეც მასე ვიღაზო. და ერთ ოთახიან ბინაში ვცხოვრობდი მე დავიდან იქ. ხო. ეს მერე წამოვიდა, მერე ეს დვარეცებები და ბიზნესებები და ამბები ვიღაზო, აბა. არა. ახლა ჩემომარ. მომიყევი აბა შენ, ახლა როგორ შეუგდეთ გოლი, ა? გოლი ეცე უპასუხე ერთი წუთი. მე რო დავბრუნდები მე მომიყევი. ოჯიმა მოხვედი უგედაზო. ლაშა. ძალიან დიდი მადლობა. ამან თუ გაიგო რომ მე თამაშზე არ ვიყავი, გუნდიდან გამაგდებს. მე ისევ იმ ცეხში უნდა დავბრუნდე და ყელში მაქვს ამოსული ამ სპალნების კეთება. ამოსული და სპალნების კეთება ყელში. ხო, არ გაინტერესებს ბურთი როგორ გავიდა, რო გკითხავს რა უნდა მოუყვე. ეხლა მომისხარ. მოკლედ ეხლა როგორ იყო. მე-9 ნომერს ჩვენსაც ჰქონდა ბურთი და მიდიოდა ეგ შეტევაზე რა. დავინახე რომ იმათი ორი მცველი გამოიქცა ამისკენ. და რო დავინახე ეხლა ეს მეთი მოტეხავენ ფეხს, მე ჩემი თავში სახლელი იქნება თქო და უთხარი მოიშორე ეგ ბურთი. ამანაც დაარტყა და იმათ საჯარიმოში იდგა ჩვენი ორი ნომერი. ორ ნომერს იქ რა უნდა და? ჩემი ტაქტიკით ასე მოუწია და თუ არ მოგწოს არ ვიცი. ხო და ამ ორ ნომერს თურმე ფეხზე ააცოს და ხოჭა აცოს და იფიქრა რომ მოვიშორე ფეხიდან და მოიქნია ეს ფეხი. ეს ბურთი ზუსტად არ დააჯდა აფარ და გაჭედა ცხრიაში ეკრება ის. აბა და მეკარემ კიდე დაიჭირა ხოჭო. სენსაცია. ბიჭებო ახლა იმას ველაპარაკე მე იმასე. ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდის გლავნი ტრენერს. ხო. აი ბიჭი ეს ახლობელია ჩემ. კი, არ იყოც. დავბადი ჟემე და მოვა. მოვა? აბა? მე წავალ, ხო? უხერხულია. ის კაცი მოვა და წაგებულია. და კი მოვიდა აგერდა განაწმარი. აქეთ გოდ ჩემთან დაჯექში რა ჩემთან. როგორ ახლა? აგერდა ბრძანდი შენ. აბრამოვიჩი რომ იყავი, კი რიცოდი, მაგრამ შენ ტებში. მოურინიოს თუ მყავდათ გუნდში, ნამდვილად არ მეგონა. მოკლედ კიდევ ერთხელ გილოცავ. მე რაში ვარ? ეს არა ჩემ მოურინიო ისაა გაზო. როგორ გაცო? ეს არ არის თქვენ მწვრთნელი? არა, ექიმი ვარ მე. დავალებებს შენაწყებდი. შეცვლებზეც შენ გამოყავდა ფეხბურთელები. ბოლოს და ბოლოს თამაშის ბოლოს შენ ჩამომართვი ხელი.
აი ეს გადაიხეთ. ეს კაც საერთოდ არ მინახავს. აი ეს გადაიხეთ. ხდება გომარი. მე წავალ ხო? წაყვა კი არა, მომიყევი ახლა როგორ გაუდარეთ გოლი. მოკლედ ბურთი ქონდა 2 ნომერს. ბურთი ქონდა 9 ნომერს და იქ ხოჭო რო რა ხოჭო გაზი. ხოჭოსავით მისდევდნენ მომწვენ. ეს ფაილა ხო? ეს თქვა ხო? კარგი. ახლა შენ მომისმინე ერთი წუთი გასო. შენს მე იმ ხოჭოსავით ხო არ გაიპარეგეთ? ღვინოს გასაკეთებლად, ა? თქვენ რაიც საიდან? ვიცი მე ვიცი. ჩემმა ძონმა ამიტრა, ჩემ დაყობედა სახში ბოცები წაუღია იმ დღეს. რაღა უნდა გელაპარაკო ხოლმე რა? რასებზე? გუსანა დაიკარგა. ხო, თამარა. შენ ისიც გეცოდინება სად არის? აი მე ჯერ არ ვიცი, არა. აუ, საწავი. ნიკა, გაქენი? ხო, აი ხო ველაპარაკე კინოლოგს და მიუზას საფოზე არის. და დილით ხო იყვნენ უკვე? ხო, მაგრამ ამ ძაღლს კვალი აუღია იმ ბორცვიდან ჩამოსვლა ისევ სოფელში. ხო. მერე ისევ ასულა იმ ბორცვზე, მერე ისევ სოფელში და ესე დადიან წინ. და რა ოძახლა? რაო, დაიღალა და ასვენება. ძაღლი დაიღალა და ამ კაცს რა არ ასვენებს რა. და ვის ელაპარაკებოდაო, გაარკვიე? ხო, და ეხლა მოვა ჩემი მეგობარი და გაწავალთ ოფისში და გავიგეთ რა. და ბოლოს ვინც ნახა იმან რაო? ის ისეთი მთვრალია, რომ ვერ ხიზლება. ნიკა, მე მოვედი. მოხდი. ხანს დავლებ და გავიდეთ ხო? ხო, ორი წუთი კაი. შენ ამასთან ერთად მიდიხარ იქ? ეს ის თანამშრომელია, თუ ხო. მეგობარი? ხო. და ამასთან ერთად მიდიხარ? ხო, უნდა გავარკვიოთ ვის ელაპარაკებოდა გუზანა. დაკეტილ ოფისში? რაი, ხო რეჭვიანი თქო. საიდან მოიგე? შენ თუ კიდე არ წავა. არა, წადი. მართლა რეჭვიანი. წადი. წადი. კაი, წავა მაშინ. ხო, წადი. კაი, წავა. წადი. კაი. წადი, ხო, აი ეს. წავედი. წადი. კაი. წადი. ხო კეთებან. ვინ გამოჩნდა? უი, ხო. სად იყო? სად სოფელში? ვინ ათელასთან? შინაბერა ეძახე ახლა მაგას. დატო არ მოყვება. დამალაპარაკე აბა ერთი. გუზანა, დატო არ მიყვები ქეთევან სახლში. რა შეშა გაქვს დასაჩეხი გუზანა? გუზანა, წადი ახლა სახლში. რა შულთაშულებს იფიცებ, სად ყავს შულთაშულები? წადი ახლა ნუ მანერვიულებ. კაი. ძლივს არ მოვისუნთქე. რა მოვისუნთქე? ნიკა! ნიკა! ნათელასთან წასულა. ნიკა! ნათელასთან. ნეტა ნუ გოზღვის. გავედით ხო? უკვე გაზო. გავიდეთ ახლა, გავიდეთ. გვიანია უკვე ძალიან რა. მადლობა ვასიკო, გაიხარა. წავიდე. ჩერდი შენერგი ძუდი. შენთან პატარა საქმე მაგმე ახლა. გიგისმე. რჩევა მინდა ახლა მე შენ რჩევა. გუნჩი ახლა მე რაღაც პერესტანოვკებს ვაპირებ. ხო. და სპარტივნი ექიმი მინდა ერთი ახალი, აუცილებლად. მოიცადე და ექიმი რატო მე ხო? არა, მე ხომ მყავს ახლა ექიმი კაცო. ანუ მე. ხო, ის ექიმი მე გადამყავს გლავნი ტრენერად. როგორი ზახოდია, მოიცადა, ანუ მე უნდა ვიყო მწვრთნელი? აბა,
ხომარი წავა იმ თავის იმაში კაცო რა გვია იმას კარხანაში კაკრას ახლა სპალინების ახალი ის უნდა მივცე ზაკაზი ხო და გაკეთებს იმ სპალინებს უყვარს მაგას სპალინების კეთება ხო უყვარს კი ამბობ რას იზამალ რას ვიზავდა იბდათ ასე იბდათ ხო